მოგესალმებით, თავისუფლება სინდისის პატიმრებს დღეს ძალიან სასიხარულო დღე არის. გიორგი ვაშაძე გათავისუფლდა უკანონო ტყვეობიდან, ივანიშვილის ტყვეობიდან და მე იმედი მაქვს, რომ მალე ყველა პოლიტიკურ პატიმარს ამ ქვეყანაში ვიხილავთ თავისუფლებაზე, ასევე სოლიდარობა იმ ადამიანებს, ვინც ახლა ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯებიან ტროტუარზე დგომის გამო, ეს წარმოუდგენელი რამ არის. მე ახლა მიხეილ ზაქარეიშვილი ახსენეთ და ზაქარეიშვილის პატიმრობა და დავაზუსტებ 24 წლის ანი ახმეტელს, ახლა პროდიუსერი მეუბნება ის სამართალ დარღვევად ცნო მოსამართლემ და სიტყვიერი შენიშვნა მისცა ტროტუარზე დგომის გამო. ხო, ეს კიდევ ცალკე საკითხია, როგორ ხდება ამ დრაკონული კანონმდებლობის აღსრულება. მიხეილ ზაქარეიშვილი უბრალოდ იმიტომ გამოვყავი, რომ ეს ადამიანი არის ძალიან საინტერესო საქმის მაკეთებელი, ის ამხელს თვითონ სისტემას დიდი ხანია. მან კარგად იცის, თავად იურისტია და იცის აბსურდულობა ამ კანონმდებლობის და ძალიან კარგად დაგვანახა საზოგადოებას ის სიმახინჯე, რომელიც აქვს თავის მხრივ რეგულაციებს და მეორე მხრივ მათ ასე ბრმად აღმასრულებელ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს და ამ შემთხვევაში კიდევ სასამართლოსაც. ასეთი რამ არ ვიცი რომელ ქვეყანაში შეიძლება გვხდებოდეს ჩვენ, ხო, თვითონ შეკრების და მანიფესტაციის კანონმდებლობა წლების განმავლობაში იყო უცვლელი, მას შემდეგ რაც დაიწყო ამ ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობა, ყველა ცვლილება პრაქტიკულად შევიდა, ზუსტად თანხვედრაში არის იმ პერიოდთან, რაც საზოგადოება არის გამოსული ქუჩაში. რისი მანიშნებელია? ცხადია იმის, რომ პროტესტი ერთი მხრივ ძალიან აწუხებს რეჟიმს, თუნდაც ერთი ადამიანის პროტესტი ქუჩის გადაკეტვა იქნებოდა ეს შემდეგ უკვე მან მიიღეს ჯერ გვახსოვს ხო არაპროპორციული ჯარიმები, გაათმაგეს ჯარიმების რაოდენობა და შემდეგ გადავიდნენ უკვე ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე განმეორებით შემთხვევაში, ახლა ტროტუარზე დგომის გამოც მე მახსენდება პირველი რუსული კანონის და შემდეგ უკვე მეორე რუსული კანონის დროს, როგორ ცდილობდნენ ხოლმე ქართული ოცნების თუნდაც ნეიტრალური მომხრეები ამის გამართლებას, რომ არა, ეს ნამდვილად არ არის კანონი რუსული, რომ ამას არ მოჰყვება მსგავსი მოვლენები, რაც მოხდა რუსეთში. ძალიან კარგად დავინახეთ ჩვენ ბოლო 2-3 წლის მანძილზე, როგორ გაირყვნა ქართული ოცნება ამ თვალსაზრისითაც, ხო? იმ საფრთხეებზე, როდესაც ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, ხო? 2012 წლის შემდეგ ბალოტნაიას ამბების შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერიც რუსეთში და მივიღეთ ის სისტემა, რომელიც არის პუტინის დღევანდელობაში, ის სისტემა, რომელიც გვაქვს ლუკაშენკოს დღევანდელ ბელარუსში და ამ გზაზე მიდის ქართული ოცნებაც. 3 წლის წინ ალბათ ძალიან აღშფოთდებოდნენ, რომ გვეთქვა, რომ ტროტუარის გამო შეიძლება ადამიანი ციხეში თუნდაც ერთი დღით ჩასვა. მოვიდა ეს რეალობა, დადგა და კარგად უნდა გაუსწოროთ თვალი. როგორ რეჟიმთან გვაქვს ჩვენ საქმე. და შემდეგ რა ვქნათ? ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის წინააღმდეგობა. ამაზე მეორე ნაწილზე ზუსტად ამაზე მინდა დავსვათ კითხვა, იმიტომ რომ თავად ვითარების აღწერა თქვენგან ნებისმიერი პოლიტიკური აქტორისგან და სიმძიმე და სირთულე, შემდეგ თავისთავად აჩენს კითხვას აქედან თქვათ გამოსავლის გზა რა არის, ხო გიორგი ალბათ ამეთანხმები ამაში, ეს კითხვა აქტუალური არის საზოგადოებაში და ეს კითხვა მიემართება სწორედ პოლიტიკურ ჯგუფებს. და სხვათა შორის ამ კითხვის ადრესატი იყო დღეს გიორგი ვაშაძეს და ის ლაპარაკობდა, რომ ყველამ ერთმანეთში დავილაპარაკოთ, მოვძებნოთ რაღაც საერთო ხედვის კვეთის წერტილები და ვიმოქმედოთ. ამაზე რის თქმა შეგიძლიათ, იყო მე ვნახე თქვენი კომენტარი და თქვენ განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობდით, რომ ეხლა იმგვარი რეალობაა, რომ ეს ყველას აიძულებს კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდეს და იმოქმედოს შედეგზე ორიენტირებულად. ამ პროცესს როგორ ხედავთ და რა არის თქვენი შეთავაზება? თუნდაც იმ დოკუმენტის გათვალისწინებით, რომელზეც თენგო თევზაძე ლაპარაკობდა და ასევე ამბობდა, რომ თქვენც გხედავთ ამ პროცესში. ხო, განსხვავებული რეალობა არის გააჩნია რასთან მიმართებაში.
დიახ, განსხვავებული არის ასეთი ტიპის ავტორიტარიზმში ჩვენ არ ყოფილვართ, ხო? ასე შორს ჩვენ დასავლეთისგან არ ყოფილვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ასეთ მარწუხებში არ ყოფილვართ რეჟიმის მიერ, როგორც ახლა ვართ, მით უმეტეს იმ რეჟიმის, რომელიც არის არალეგიტიმური, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი მთლიანად მოგუდოს, ასე ვთქვათ, მოახრჩოს, ხელფეხი შეუკრას, პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, აგერ თავისუფალი აზრის გამოხატვის გულისთვის და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობისთვის ადამიანები ტროტუარზე ყოფნის გამო ციხეში გაუშვას, დიახ, ეს სხვა ვითარებაა, მაგრამ მე დავაზუსტებ მაშინ, რასაც გულისხმობდი. ჩვენ ახლა არ ვართ საარჩევნო და წინასაარჩევნო პერიოდში. ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ მიგვაახლოვებს რეჟიმის ცვლილებას, არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მოსაპოვებელი გვაქვს, ისევე როგორც მოსაპოვებელი გვაქვს სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ხო? ჩვენ ვართ ბრძოლის ამ ეტაპზე და ამ ეტაპზე ბუნებრივია ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. თუმცა რადგან მუდმივად ძალაშია თქვენი მხრიდან მოთხოვნა, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ეს ხომ ხვალ ამ პროცესის, თქვათ, დაწყებასაც გულისხმობს. ხო, შეიძლება ხვალ თქვას ოცნებამ, რომ არის არჩევნები და შემდეგ ისმის კითხვა, რა გამოვა, თქვათ, აქედან, ვინ რისთვის არის მზად და ვინ რაზე მუშაობს და რას აკეთებს ამ პროცესში გამარჯვების მოსაპოვებლად, ხომ ეს უნდა იყოს ამიტომ და სწორედ ამას გულისხმობდა ჩემი ნათქვამიც, რომ სხვა ვითარება გვაქვს, ჩვენ ყველაფრის მუდმივი მზაობა უნდა იყოს, თქო. მუდმივი მზაობა უნდა იყოს და ამას ჩვენ ვამბობდით 2024 წლიდან 27 ოქტომბრიდან ჩვენ დავიწყეთ არჩევნებისთვის მზადება, როგორც პარტიამ, რომ ფორმაში ყოფილიყავით, ამას ემსახურებოდა ერთ-ერთი მიზანი იყო სწორედ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაც, ერთ-ერთი მიზანი, იმიტომ რომ პარტიებს გვაქვს პასუხისმგებლობა, ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესში მთავარი აქტორები ვართ, ხო? ძალიან ბევრი დრო, აი სამი კვირა თქვა თენგოთევზაძე მოგახსენებთ, ამაზე ზუსტად შეთანხმების დოკუმენტის სწორედ აქეთკენ მივდივარ. მსჯელობის აუცილებლობა, თქვენი ხედვა რა არის? დიახ, ჩვენი ხედვა არის უცვლელი. ერთიანი სტრატეგიით და კოორდინაციით რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და ბრძოლის ამ ეტაპზე თქო სწორედ ამას გულისხმობდი ამ ვითარებაში. გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გქონდეს კოორდინაცია და კონსოლიდაცია მოვახდინოთ ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, გულისხმობ ეროვნულ პროდასავლურ პარტიებს, არამედ ყველა სამოქალაქო ჯგუფის ინდივიდები არ პროტესტის წიაღის, რა თქმა უნდა, იქ არიან ადამიანები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რაიმე ჯგუფს თუნდაც, მაგრამ არიან აქტიურები, ყველა ვინც დგას ამ ისტორიულ ეტაპზე სწორ და ნათელ მხარეს უნდა მოხდეს ჩვენი კონსოლიდაცია. განვმარტავ, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა იმ კონსულტაციაში, რომელიც საერთო სტრატეგიასთან იქნება დაკავშირებული, მოემსახურება ამ ქვეყნის მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას. არ მინდა ამავდროულად საზოგადოებას ისეთი აღქმები შეექმნას, თითქოს ჩვენ მონაწილეობდეთ რაღაცა პარტიული შერწყმის პროცესში ან რაღაცა ისმის ქოლგა, პლატფორმა. იმიტომ დავაზუსტე, რომ ჩვენ არ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ამორფული შინაარსის არის ამ ეტაპზე კოორდინაცია. მე მესმის, ჩვენ ყველას ხვდებით, კონსულტაციებისთვის ყოველთვის მზად ვიყავით მანამდეც და ახლაც. რაიმე დოკუმენტის შემუშავების მუშა პროცესში ჩვენ ახლა არ მონაწილეობთ, თუმცა მოვისმენთ ყველას, შევხვდით ზურა ჯაფარიძეს, შევხვდებით გიორგი ვაშაძეს, სხვა კოლეგებს, პოლიტიკოსებს, ვინც ციხეში არ იყვნენ ეს ბოლო პერიოდი და არიან პოლიტიკურ ველზე, ყველას შევხვდებით, ბუნებრივია, ვინც ამ საერთო მიზანს იზიარებს. ჩვენ არათუ მომხრენი ვართ ასეთი ტიპის ერთობის, არამედ ავანგარდშიც ვიყავით 24 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ალტერნატიული პარლამენტით, ქართული ქარტიით, სალომე ზურაბიშვილის ფორმატით და სხვა. და სხვა მხრივ კიდევ ერთხელ კაფეობა რომ შემოვიტანოთ, ჩვენ სამი კვირა დასახელდა და არ ვიცი, სამი კვირა იქნება, 4 კვირა იქნება, ეს პოლიტიკური პროცესი. დიახ, ჩვენ ამ დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას არ ვიღებთ, თუმცა მოვისმენთ, ჩვენ არ მოგვისმენია არანაირი არც კონკრეტული შინაარსი, არც რაიმე ჩარჩოს შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცი რომ ესეთი მუშაობა მიმდინარეობს და მოვისმენთ და ნახავთ რა იქნება ამ დოკუმენტის შინაარსის შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, ბუნებრივია. ზოგადი მზაობა ამ ყველაფრის მიმართ არსებობს, თუმცა ამ ქვეყანაში არის ის პრობლემები, რომელიც ყველა პარტიას აერთიანებს, უბრალოდ ქართული ოცნება ქმნის, ხო? არაბული ანკლავები იქნება ეს, საგარეო პოლიტიკური კურსი იქნება, კორუფციის სკანდალი, ქიმიური მოწამვლის საქმე თუ სხვა, ამაზე ბუნებრივია გვაქვს პოზიცია, ვიბრძვით.
ორი მიმართულება არსებობს, ხო? ქუჩის მშვიდობიანი პროტესტი, საგარეო პარტნიორებთან მუშაობა, რათა გაიზარდოს წნეხი ქართულ ოცნებაზე. ამ მიმართულებით ბუნებრივია ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა, არათუ წინააღმდეგობა გვაქვს სხვა პარტიებთან. ამ ძალისხმევის გაერთიანება სწორედ მოგცემს შედეგს. სხვა ტიპის ერთობა და გაერთიანება ამ ეტაპისათვის ჩვენგან განხილული არც არის და არც იგეგმება.